ნამდვილი გარღვევა აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობებში. ამერიკის შეერთებული შტატების ომის სამინისტრომ სასწრაფოდ მოითხოვა ნებართვა უკრაინული უპილოტო აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოცდაზე. მომავალში ვაშინგტონი განიხილავს მათი შეძენის შესაძლებლობას საკუთარი არმიისთვის, მას შემდეგ, რაც საკუთარ ტესტირებებს ჩაატარებს. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის დაჟინების შემდეგ პენტაგონმა მაინც გადაწყვიტა უპილოტო აპარატები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის სისტემები სწორედ უკრაინისგან შეიძინოს. ეს დიდი დრონების გარიგების გაგრძელება, ან როგორც მას უწოდეს, დრონდილია. რამდენიმე დრის წინ გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მთავრობებმა მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ქვეყნებს შორის უპილოტო აპარატების სფეროში ახალი თავდაცვითი შეთანხმების პირობები. პროექტი შეთანხმებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და უკრაინის ელჩთან აშშ-ში. ეს არის პირველი ნაბიჯი თავდაცვითი შეთანხმებისკენ, რომელიც საშუალებას მისცემს სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს შეერთებულ შტატებში და უპილოტო აპარატების წარმოებას ერთობლივ საწარმოებში ამერიკულ კომპანიებთან ერთად. აი ამ პროექტის პირველი დადასტურებაც. და მეგობრებო, აქ ნამდვილად არის საკითხები განსახილველად. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე ამ ვიდეოს აღწერაში არის ბმული ჩემს მხოლოდ უკრაინულენოვან YouTube არხზე. ამიტომ თუ გსურთ ჩემი ცალკეული გამოშვებების ყურება უკრაინულ ენაზე, აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ. და მხარი დაუჭირეთ სრულიად ახალ, მხოლოდ უკრაინულენოვან YouTube არხს. მოკლედ, ეს არის სიახლე, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება გამოტოვოთ და უყურადღებოდ დატოვოთ. მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ კონტექსტი გასაგები იყოს. ესე იგი, 13 მარტს აშშ-სა და ირანს შორის ომის პიკზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას არ სჭირდება უკრაინის დახმარება, რათა ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონები ჩამოაგდოს. და საერთოდ რა ესმით უკრაინელებს ამ უპილოტოებში? მაშინ დონალდ ტრამპმა ავიარა, რომ რუსეთს შეუძლია ირანს ომში დაეხმაროს. თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ც ეხმარება უკრაინას. რუსეთ-უკრაინის ომში მხარის მხარდაჭერისთვის ფულს იღებენ. და სწორედ ამ კონტექსტში, მაშინ 13 მარტს, Fox News-ის წამყვანმა იკითხა: ეხმარება თუ არა უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანული უპილოტოებისგან ახლო აღმოსავლეთში დაცვის საქმეში? ამაზე პასუხად ტრამპმა თქვა: არა. შემდეგ კი დაამატა, ციტატა: თქვენ არ გჭირდება დახმარება დრონებისგან დაცვის საკითხში. ჩვენ დრონებზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ვინმე სხვა. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო დრონები. აი 2 თვის შემდეგ. პენტაგონმა დღეს მოგზაურობულად აღიარა, რომ უკრაინული დრონები მაინც სჭირდება. დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის ომის სამინისტრომ მოითხოვა ნებართვა უკრაინული უპილოტო აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოცდაზე. პერსპექტივაში ვაშინგტონი განიხილავს მათი შეძენის შესაძლებლობას საკუთარი არმიისთვის. და სწორედ ეხლა პენტაგონი სთხოვს დონალდ ტრამპს საბოლოოდ მოაწეროს ხელი ესეთ თანამშრომლობაზე დოკუმენტს. რადგან აშშ-ის არმიაში აღიარეს, რომ მათ უკრაინის დახმარება სჭირდებათ. საკითხი იმაშია, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინა ხაზს უსვამს, რომ მისი იარაღი უკვე ფართომასშტაბიან საბრძოლო გამოცდებს გაიარა, მაგრამ აშშ-ს სურს პროდუქციის დამოუკიდებლად შეფასება, უკვე საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩართვით. ეს ქვია ND, მაგრამ გადაამოწმე. როგორც Bloomberg-ის თქმა, რომ თეთრ სახლში განაცხადა, ამერიკული მხარე სავარაუდოდ დაინტერესებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისადმი ცდომით და მათი კოპირების უფლებებით. ანუ ამერიკელები ისურვებდნენ ლეგალურად, ბოდიშით, დააკოპირონ უკრაინული უპილოტო აპარატები და უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები. როგორც წერს Bloomberg-ი, ციტატა: პენტაგონის მზარდი ინტერესი აიხსნება საბრძოლო გამოცდილებით, რომელიც უკრაინამ დააგროვა 4 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიასთან წინააღმდეგობისას. ახალი ტექნოლოგიებისა და ტაქტიკის კომბინაციამ უკრაინის ძალებს მისცა შესაძლებლობა დაესვათ დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. შეეჩერებინათ რაოდენობრივად უპირატეს რუსული არმია და მიეყენებინათ ზიანი ნავთობის ობიექტებისთვის, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ თვის დასაწყისში ვაშინგტონმა კიევს გაუგზავნა წერლის პროექტი, თხოვნით ჩაეტარებინათ უკრაინული სამხედრო პროდუქციის ტესტირება და წარმატების შემთხვევაში გაფორმდებოდა კონტრაქტები. ანუ ისინი ამბობენ, მოგცეთ რაღაც პარტია, ცოტას გამოვცდით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, უიხიდით. წერილი არ შეიცავს შეთანხმების მასშტაბის დეტალებს და არ წარმოადგენს პირდაპირ გარიგებას, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯი ასეთი თანამშრომლობისკენ და პირველი აღიარება იმისა, რომ აშშ-ს უკრაინული პროდუქცია აინტერესებს. უკრაინის ელჩმა აშშ-ში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტთან და პენტაგონთან მუშაობის შედეგად მართლაც შემუშავდა ჩარჩო დოკუმენტის პროექტი, რომელიც ამჟამად ორივე მხარის მიერ განიხილება.
აქ შეგახსენებ, რომ გასული კვირის დასაწყისში მართლაც გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავეს სწორედ ის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მომავალში უნდა დააფიქსიროს. თავდაცვითი შეთანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს შეერთებულ შტატებში და უპილოტო აპარატების წარმოებას ერთობლივ საწარმოებში ამერიკულ კომპანიებთან ერთად. აქ უბრალოდ დაავნიშნავ, რამდენად ნელა იღებს გადაწყვეტილებებს დონალდ ტრამპი საერთოდ. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა პირველად შესთავაზეს თეთრ სახლს უპილოტო აპარატების სფეროში თანამშრომლობის იდეა ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კერძო საუბარში შეაქო ოპერაცია ობობის ქსელი. როდესაც უკრაინული უპილოტოები გახსოვთ, წავდნენ რუსეთის აეროდრომებს, რუსეთის სირომეში. დრონების გარდა, უკრაინული კომპანიები ავითარებენ ინოვაციურ მეთოდებსა და აღჭურვილობას რადიოელექტრონული ბრძოლისათვის. ტექნოლოგია, რომელიც პირველად შეიმუშავა კომპანიამ Signiginning, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო მრავალმილიონიანი ინვესტიცია აშშ-სა და უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდიდან. საშუალებას აძლევს უპილოტოებს ფაქტობრივად იფრინონ GPS ნავიგაციის გარეშე, რათა თავიდან აიცილონ სიგნალის ჩარევა. და ამ ტექნოლოგიას პენტაგონიც სურს მიიღოს. სხვათა შორის ამ YouTube arts-ზე მქონდა ცალკე გამოშვება ახალი უკრაინული რაკეტების შემუშავებაზე, აუცილებლად გადადით და ნახეთ. ხო და იქ ეს ტექნოლოგია, ან დამიზნების ტექნოლოგია, სულიად GPS-ის გარეშე უკვე გამოიყენება. მაგრამ მთელი პრობლემა თავად დონალდ ტრამპის სკეპტიციზმშია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სამხედრო პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვებს მხოლოდ მას შემდეგში ამსუბუქებს, რაც კიევი დარწმუნდება უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში. და იმაში, რომ ისინი კლავად შეძლებენ უკრაინის თავდაცვისთვის საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობის მიწოდებას რუსეთის წინააღმდეგობის პირობებში. მაგრამ უკრაინულ ტექნოლოგიებს მაღალი შეფასება მისცა გუშინ აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკომ. და აი ამ თვეში აშშ-ის კონგრესის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მან უკრაინული უპილოტო აპარატების ქსელის საოპერაციო სისტემა სულიად წარმოუდგენლად დაახასიათა. ციტატა. ის სრულად აერთიანებს თითოეულ დრონს, თითოეულ სენსორს და თითოეულ საცეცხლე პლატფორმას ერთიან ქსელში. ჩვენი ქსელი ამას უბრალოდ ვერ აკეთებს. აღფრთოვანები თქვა მაშინ ამ სამხედრო მეთაურმა. თუმცა აქ ათქაუნა სიფრთხილე საჭიროა. თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დოკუმენტის პროექტი ტრადიციულ ტექნოლოგიების გადაცემის შეთანხმებას არ გავს. არა. ის ისეა სტრუქტურირებული, რომ ამერიკელ სამხედროებს უკრაინული სისტემების ტესტირება და შეფასება შეეძლოთ, რათა საკუთარი მომავალი საჭიროებები განსაზღვრონ. მისი თქმით, აშშ-ში შეიძლება ცდილობდეს უნიკალური უკრაინული ტექნოლოგიების მიღებას. ესეთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, თვითდამიზნების სისტემა, ნავიგაცია GPS-ის გარეშე, ცარევისადმი მდგრადი მონაცემთა გადაცემის არხები, ასევე ბრძოლაში გამოცდილი მათი გამოყენების ტაქტიკა. გარდა ამისა, პენტაგონი შესაძლოა უკრაინულ სისტემებს გამოიყენებდეს როგორც ბაზას ამერიკულ სისტემებთან შესადარებლად. მაგრამ ეხონ თავარ. ბოდიში ტექნოლოგიის ასე უბრალოდ გადაცემა შეუძლებელია, თუნდაც მოკავშირეებისთვის. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიცდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად, ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. გახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი უკრაინულენოვანი YouTube არხი. ბმული მასეც ამ ვიდეოს აღწერაშია. ამით დავამთავრებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.